საქართველოში სახელმწიფოს თანამონაწილეობით კერძო კაპიტალის ფონდების შექმნა იგეგმება პროექტის აწარმოება საქართველოში განახორციელებს, თუმცა ფონდში სააგენტოს როლი ლიმიტირებული იქნება, რაც შეცვლის ახალი საინვესტიციო ფონდების გამოჩენა და რა მოცულობის ფინანსური რესურსით იქნებიან ისინი. წარმოდგენილი ბაზარზე დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო მოგესალმები, მომდევნო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მონაწილეობით კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი ამოქმედდება, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონი ლარი იქნება. ინიციატივის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის შეფასებით კაპიტალის ფონდების ხელშეწყობის პროგრამა პასუხობს იმ მთავარ გამოწვევას, რაც საქართველოში კაპიტალის დაფინანსების სირთულეებთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებისთვის საბანკო სესხები ხელმისაწვდომია კაპიტალის დაფინანსების ნაკლებობიდან გამომდინარე, ბევრი კომპანიის კაპიტალური სტრუქტურა არც თუ ისე ჯანსაღია, ბიზნესი გამოსავალს სწორედ საინვესტიციო ფონდების განვითარებასა და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების არსებობაში ხედავს, როგორც უკვე აღინიშნა, კერძო კაპიტალის ფონდებში სახელმწიფოს როლი ლიმიტირებული იქნება, თანხის ნაწილი ფონდმა თავად უნდა მოიზიდოს, თუმცა ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კერძო სექტორს მოლოდინი აქვს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მარტივი არ იქნება. When ვაპირებთ წელს უკვე გამოვაცხადოთ ფონდის მენეჯერების მოკვლევის პროცედურა, რაც იქნება დაახლოებით ალბათ სადღაც 2-3 თვის განმავლობაში გასტანს. ჩვენი მიზანი არის საქართველოს შეიქმნას პირადი კაპიტალის, კერძო კაპიტალის ფონდი, ეს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდი. რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავთ, რომ 1, 2 და შემდეგ მესამე ფონდი გავაკეთოთ. სახელმწიფო იქნება ლიმიტირებული პარტნიორი, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი თანხა ფონდის მენეჯერებმა უნდა აწიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უკვე ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს როგორც საერთაშორისო წყაროებიდან, ასევე ადგილობრივი წყაროებიდანაც შეიძლება მოზიდვა. ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ დიდი დანაზოგი და დოვლათია დაგროვილი, რომელიც ძირითადად სამეფო დეპოზიტებზე ან უძრავ ქონებაში დევს და შესაძლებელია, რომ ნაწილი ამ თანხებიდან მობილიზდეს კერძო კაპიტალის ფონდისთვის. თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა მაინც მნიშვნელოვანი იქნება და გამოწვევა ესეთი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, როცა ინვესტორები ნაკლებად ოპტიმისტურად უყურებენ ბოლო პერიოდია საქართველოს და ამან შეიძლება ცოტა გაართულოს საერთაშორისო წყაროებიდან ფულის თანხების მოზიდვა. თუმცა საბოლოო ჯამში, როცა პრაქტიკაში ჩავერთვებით ამ პროცესში, შემდეგ ვნახავთ, რამდენად რეალურია ან არარეალურია ეს პოტენციური პესიმიზმი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. თავდაპირველად აწარმოეს საქართველოში კერძო კაპიტალის ფონდში 25%-იანი წილით უნდა შესულიყო, თუმცა მოგვიანებით კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას გაზრდილი ამჯერად უკვე 40%-იანი წილით შეძლებს. შესაბამისად, სააგენტოს აწარმოეს საქართველოში თანამონაწილეობა კერძო კაპიტალის ფონდშიც 40% იქნება. ბიზნესის შეფასებით აღნიშნული ცვლილება სააგენტოსაც და ასევე კერძო სექტორსაც მეტი მოქნილობის შესაძლებლობას მისცემს. ვფიქრობ, სახელმწიფოსგან ეს ნაბიჯი უფრო არის, რომ მოქნილობა კონდეს თვითონ ამ პროგრამას, რომ იმის მიხედვით საჭიროება როგორ იქნება, ამის მიხედვით შეძლოს იმ დაფინანსების მოწოდება, რაც შესაბამის იქნება იმ მომენტისთვის. ვერ ვიტყვი, რომ 25 ან 40 ცოტა ან ბევრია, უფრო გააჩნია პრაქტიკაში, როცა ფანდრეიზინგის და ფულის აწევის პროცესი დაიწყება, თუნდაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ან სხვა ინვესტორებისგან, რაც თანხის მობილიზება იქნება შესაძლებელი და რაც თქვათ არ იქნება ამ წყაროებიდან შესაძლებელი, ეს უკვე სახელმწიფომ უნდა შეავსოს და ყოველთვის ჯობია, რომ მოქნილობა იყოს და არ იყოს თქვათ ჩაკეტილი ეს 25%-ზე და იყოს 40-ზე თქვათ და მე თუ საჭირო გახდა თქვათ 25 მისცეს სახელმწიფომ, ვიდრე რომ რამე რო იყოს და საჭირო იყოს 30 ან 40, აი ამ შეზღუდვის გამო რომ ვერ შეძლოს მე. ოფიციალური სტატისტიკით 2024 წლის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 8 აქტივების მმართველი კომპანია და 19 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური აქტივები 200 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან მხოლოდ 1 ფონდი იყო ავტორიზებული საჯარო ფონდი. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.